მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს ხუთშაბათია და ჩემი საავტორო გადაცემით ლიტერატურა ხელოვნება სულიერება მე ვაჟა ოთარაშვილი თქვენს წინაშე წარვდგები ჩემი ძალიან ძვირფასი სტუმრებით ქალბატონი ლეილა არჩემაშვილი ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ფოლკლორის ფესტივალის 2022 წლის ფოლკლორის ფესტივალის ლაურეატი ასევე გაზეთ ივერიის წმინდა ილია მართლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული პროზაში ვერცხლის მედლის მფლობელი არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მონაწილე დაჯილდოებული ასევე ოქროს მედლით თავისი აქტიურობით და თავისი ძალიან დიდი მამულუშვილური მოღვაწეობით ქალბატონი ლეილას ძალიან კარგად იცნობს ჩვენი სახელოვნებო საზოგადოება. ალბათ არ არის რომელიმე მწერალი, რომელიმე ხელოვანი, რომ ქალბატონ ლეილას მასზე თავისი თბილი სიტყვა, თავისი ზუსტი შეფასება არ წარმოეთქვას. იგი გომბორის საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ აქტიურ არ ამათო პედაგოგიურ, არამედ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა. არ არსებობს თავის მხარეში, თავის მშობლიურ სოფელში ეს იქნება გომბორი, ვერონა თუ სხვა, რომ ლიტერატურულ სახელოვნებო ღონისძიებების მოთავე, ორგანიზატორი, მონაწილე არ იყოს ქალბატონი ლეილა არჩემაშვილი. აქვე არ შემიძლია არ დავსწინო, რომ იგი დიდი ქართველი მოლექსის, ხალხური ლექსის დიდოსტატის ყრუ გიორგის შთამომავალია და თუ ვინმე პატრონობს ყრუ გიორგის ძვირფას შემოქმედებას დღეს საქართველოში ეს არის ქალბატონი ლეილა არჩემაშვილი. მოგესალმები ქალბატონო ლეილა. ასევე ჩემი ძვირფასი სტუმარია ჩვენი მეგობარი, ძმობილი გიგლა ჭინჭარაული, შესანიშნავი პოეტი, ესეც სოფელი ვერონიდან და აქვე უნდა აღნიშნო, რომ გიგლა რამდენჯერმე ყოფილა ჩემთან პირდაპირ ეთერში. იგი ერთი წიგნის ავტორია, ჩემი სამრეკლო ქვია მის წიგნს. მისმა ლექსებმა ფართო საზოგადოების ყურადღება დიდი ხანია მიიქცია. ისიც არის წმინდა ილია მართლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ნომინაციაში რჩეული პოეზია, მართლაც საოცარი ლექსების ავტორია გიგლა ჭინჭარაული. მას მომზადებული აქვს ლექსების მეორე კრებულიც. სამწუხაროდ არ გამოჩნდა დამფინანსებელი არც რაიონში, საგარეჯოში, არც საქართველოში, რომ ამ შესანიშნავი პოეტის ლექსებმა მზის სინათლე იხილონ ამ ხევსური კაცსა, რომლის აქვე მინდა აღნიშნო, რომ ბიძა ბერდია ჭინჭარაული ცნობილი მოლექსე, საოცარი პოეტი გახლავთ და ასევე ბერდიას ბიჭიც მამუკა ჭინჭარაულიც პოეტია. მაყურებლისათვის ასევე საყურადღებო იქნება, რომ გიგლა ჭინჭარაულის პაპაც უკვე ხევსური კაცი, უკვე იქითა საუკუნეში გადავდივარ ჩვენ მე-20 საუკუნეში, რომელსაც გამახელა ერქვა, აი ხევსურული სახელი, გამახელა ჭინჭარაულიც, საოცარი პოეტი იყო, წერა-კითხვა შეიძლება არ იცოდა ისე კარგად, მაგრამ საოცარ ლექსებს თხზავდა და მას ესეთ ზედმეტ სახელით კუნძასაც ეძახდნენ, კუნძა ჭინჭარაული, უფრო ხევსურები ასე იცნობდნენ. აი ესე გენეტიკურად პოეტურ და ლიტერატურულ გარემოში ვიმყოფებით ახლა ჩვენ ჩემ სტუმრებთან ერთად და დღევანდელი გადაცემაც იმედია ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჩვენ შემოგთავაზებთ ამ ხალხის სურათებსაც, ეს იქნება
ბერდია ჭინჭარაული, იქნება თვითონ სოფლის სურათები თუ სხვა და ასევე შემოგთავაზებთ გადაცემის ბოლოს სიმღერას დაგიტოვებთ აი ესეთი ჭაშნიკად, რომელსაც ბანცური ასრულებს, ნინი ბანცური ასრულებს და აი ამ ბერდია ჭინჭარაულის ლექსზე. ბერდია ჭინჭარაულის ლექსზე ნინია ბანცურის შესრულებით დაგიტოვებთ გადაცემის ბოლოს სიმღერას და კიდევ ერთხელ დატკბება ჩვენი ძვირფასი ქართული ტევეს მაყურებელი ამ სიმღერით და ქართული ლექსის მადლით. ეხლა მე დავდუმდები და სიტყვის ალავერts გადავალ ქალბატონ ლეილასთან. მე შემთხვევით არ აღნიშნე რომ ქალბატონი ლეილა არჩემაშვილი უაღრესად ინტენსიურ და ნაყოფიერ საზოგადო მოღვაწეობას ეწევა. აი აქ რომ ალაგია ეს წიგნები ლექსაუბენ მთიელები პირველი და მეორე გამოცემა, სადაც სწორედ სხვათა შორის ჩვენი ძვირფასი გიგლა ჭინჭარაულის ლექსებიც არის შეტანილი, სწორედ დიდი რუდუნებით არის ამ ქალბატონის ხელდასხმით გამოცემული. ასევე ყრუ გიორგის ლექსების პატრონობა აი ქართული პოეზიის მე-12 ტომში შეტანილია მისი დიდი პაპის სწორედ ყრუ გიორგის ლექსი შედევრები, ასევე არ შემიძლია აი ეს უნიკალური მე ვიტყოდი უკვე საზოგადოებაში შეიძლება დელიკატესად ჩავთვალოთ ეს წიგნი და უნიკალური გამოცემა კაფიები ყრუ გიორგისა. აი ეს 1973 წელს გამოცემული. აი ესეთი ძვირფასი სტუმრები მყავს. მე ახლა სიტყვის ალავერts ქალბატონ ლეილასთან გადავალ, რომ მან ისაუბროს როგორც გიგლა ჭინჭარაულის ამ საოცარი პოეტის, ასევე ბიძამისის ბერდია ჭინჭარაულის შემოქმედებაზე და საერთოდ ამ მთიელთა შემოქმედების ძალიან დიდ მნიშვნელობაზე ქართული ფოლკლორის, ზოგადად ქართული პოეზიის და ქართული კულტურისათვის. რამე თუ ჩვენი ერი უპირველესად არის მაღალი ინტელექტის, მაღალი სულიერების, მაღალი კულტურის მქონე ერი და სწორედ ამით არის ქართველობა ცნობილი მსოფლიოში. ისე როგორც განუმეორებელია ქართული ცეკვა, ისე როგორც განუმეორებელია ცეკვა ფარიკაობა, ისეთივე განუმეორებელი პოეზიის მატარებელია ქართული პოეტური გენეტიკა, რომელიც სწორედ აი მთიელებში მთაში დაბადებული ლექსით იმ აჯახოსავით ბრწყინავს, რა დროც არ უნდა გავიდეს, რომ ეს ბრწყინვალება არ წაიშლება. თქვენთან სიტყვის ალავერდი ქალბატონო ლეილა, რა სიტყვით აი ზოგადად ამ ქართულ ფოლკლორზე ჯერ ყრუ გიორგიზე, ბერდია ჭინჭარაულზე, გიგლა ჭინჭარაულზე მე აქვე მინდა აღნიშნო, რომ აი გიგლა ჭინჭარაულის მეორე წიგნი, რომელსაც ალბათ გამოუჩნდებიან ქველმოქმედები, სწორედ მეორე წიგნის რედაქტორი ქალბატონი ლეილა არჩემაშვილია. ამდენად აი მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სიტყვა და ძალიან ძვირფასი იქნება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვაჟა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დიდი მადლობა რომ ასეთ ყურადღებას გვაქცევთ, ასეთ დიდ ყურადღებას აქცევთ ივრის ხეობაში მცხოვრებ ნიჭიერ ადამიანებს და გინდათ ყოველთვის ისინი მაყურებლის წინაშე წარმოაჩინოთ თავიანთი შემოქმედებით და გააცნოთ ქვეყანას. დიდად მადლიერნი ვართ მთელი ივრის ხეობის ხალხი. კიდევ და კიდევ ჩვენთვის სხვას არც ცალია ბატონო ვაჟა და გვიხარია თქვენი ასეთი ყურადღება, უფალმა სიკეთით გადაგეხადოთ მუდამ. რაც შეეხება დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა, ეს არის ბერდია ჭინჭარაულის ცხოვრება, მოღვაწეობა და შემოქმედება. გიგლაც მიშვილია ბერდიასი, ხოლო მე მეგობრის შვილი. მამაჩემი და ბერდია ჭინჭარაული ეს ცნობილი პოეტი კაცი, მეგობრები იყვნენ, მამაც პოეტი, ტრფიალნი იყვნენ პოეზიის, ორივე წერდა, კარგად წერდა, ორივე მონადირე იყო, მეგობრები იყვნენ და ორ-ორჯერ აქვს მამას და ბერდიას თოფებს აზარი ათავებული.
ისეთი მონადირეები იყვნენ. ბერდიასაც არ უყვარდა, გიგლაც ასეთი თავმდაბალია, რაც მეტად ნიჭიერია, მეტად თავმდაბალია, არ უყვარს ხოლმე წარმოჩენა საზოგადოების წინაშე, თავს არავის შეაწყვეს ხოლმე და ასეთი იყო ბატონი ბერდია ჭინჭარაული, უნიჭიერესი ადამიანი, მე-4-მე-5 კლასელმა ბავშვმა ვეფხისტყაოსანი იცოდა ზეპირად და აი არსად არ არის ასახული, უნიკალური ნიჭის პატრონი იყო. ეს რა საოცარი რამები წარმოიდგინეთ, მე-4-მე-5 კლასელმა ვეფხისტყაოსანი უნიჭიერესი ადამიანი თესური სტროფის დაზებირება ეზარებათ მოსწავლეებს. არ უყვარდა თავის გამოჩენა. ჩვენთან 1976 წლიდან იმართება დღემდე ლიტერატურულ სახალხო დღესასწაული ვაჟაობა და მამა იყო ორგანიზატორი მამას გარდაცვალებამდე 1990 წლამდე და ერთადერთხელ აი მამას თხოვნით მიიღო მონაწილეობა ბერდია ჭინჭარაულმა ვაჟაობაში. აი იქაც არ უნდა გამოსვლა რა მოხატრებული თავმდაბალი ადამიანი არ ვიცი უნიკალური პიროვნება იყო თავის ხასიათით თავისი გენეტიკით ბრწყინვალე ოჯახი დატოვა 5 შვილი სამწუხაროდ ერთი შვილი გარდაეცვალა არაჩვეულებრივი ეს ნიჭიერი მამუკა მამასავით ნიჭიერი და არაჩვეულებრივი ოჯახი ბრწყინვალე ოჯახი გიგლასი ბრწყინვალე ოჯახი ბერდიასი ბრწყინვალე ოჯახი ამ ბავშვების ბიჭების და გოგონების შთამომავლები კიდევ წარმოაჩინოს უფალმა გიგლასნაირი და ბერდიასნაირი ამათ შთამომავლობაში უფალს თხოვ. აი მე მეთქი ვის გავს მოხატრებით და თავმდაბლობით. მე მინდა მხოლოდ ერთი ლექსი წავიკითხო ბატონო ვაჟა. კი ბატონო. ბერდია ჭინჭარაულის საოცარი ლექსია და მე უკვე გიგლას მივცემ სიტყვას. ეს არის ჩარგალი. სიზმარში ვნახე ჩარგალი, საოცარი ლექსია. სიზმარში ვნახე ჩარგალი, ცხადად მაჩვენა ნეტარა. ვაჟას ნახური ნაბდისთვის მთას მხრები გამოეყარა. ჩოხა კლდეს ეცვა, სალს კლდესა, გუგუმად ცვარი ეყარა. ვაჟას ნახური ბოხოხი მთელ ფშავ ხევსურეთს ეფარა. ვაჟა ის წიგნი ნიავსა ბოლომდე გადაეშალა. ყვავილთაც კითხვა ესწავლად, ბევრი ეცინათ, ეხარათ. შლის ნუკრის ბრალით პირიმზეს ცრემლები ჩამოეყარა. თის არწივს შეუბრალებსა თავი ძირს ჩამოეხარა. ვაჰ, რა ლექსია და ვაჟას სული როგორ არის ეს გაწოწყლებული. მარტო სიტყვებით კი არა, ესე იგი სულიერებად შეიტანა რა ვაჟას. ჩოხა კლდეს ეცვა, სალს კლდესა, გუგუმად ცვარი ეყარა. რახაც სახეა წარმოგიდგენია. ეს გუგუმი და გუგუმად ეყარა წვეთები ეკიდა. არა, წვეთები და მძივებს მოსართავებს ნიშნავს, ასეა ლექსიკონში ახსნილი გუგუმი, მოსართავები, წვრილი მაცლოვანი მძივებია და აი მძივებად ცვარი ეყარა, მძივებად ცვარი ეყარა. სალს კლდეს, ხო. ძალიან ბევრი აქვს შედარება, ძალიან ბევრი აქვს მეტაფორა, როგორც გიგლას შემოქმედება არის მდიდარი ტროპის სახეებით, ასევე ბატონი ბერდიას შემოქმედება. შედარებები აქვს საოცარი და აქვს ჰიპერბოლა, ეს ჰიპერბოლაა. ვაჟას ნახური ნაბდისთვის მთას მხრები გამოეყარა. ეს სახე. თუნდაც ჩოხა კლდეს ეცვა, სალს კლდესა, გუგუმად ცვარი ეყარა, ესეც ჰიპერბოლა, საოცარი. მე კიდეც აიკითხეთ. აი ეს არის ძალიან ძველი ეს მამა შენახულია მეგობარი რომ იყო ბერდიასი 1979 წელს გაწვეთილია ეს ბატონო ვაჟა ხან ვინ კითხულობს ჩვენი ოჯახი ხო იცით ის არქივის ქალბატონი ლეილას მამაც ლიტერატურის და ქართული მწერლობის თავდადებული მოყვარე და დიდი გულშემატკივარი იყო შემთხვევითი არ არის ეს მეგობრობა ლეილას მამისა ბერდია ჭინჭარაულთან 1979 წელს 10 ივლისს ჩვენმა რაიონულმა გაზეთმა დაბეჭდა ბატონი ბერდიას ლექსები ლიტერატურული ჭაშნიკი ასეთი რუბრიკა ჰქონდათ და ბერდია ჭინჭარაული შუა ხანს მიღწეული კაცია. იგი ჩვენი რაიონის სოფელ ვერონაში ცხოვრობს. მთაში დაბადებულსა და გაზრდილს უყვარს დედაბუნება, სამშობლო, ამაყობს ჩვენი ქვეყნის სახელოვანი წარსულით, ბრძენი და გმირი წინაპრებით. ამასვე გადმოსცემს თავის ლექსებში, რომელთა ჭაშნიკს დღეს ვთავაზობთ მკითხველს და მე წავიკითხავთ. ჯერ ძმის შვილს დაუთმოთ სიტყვა.
კი ბატონო. და გიგლა ვეტყვის კიდევ აი დღეს ცნობილი სიმღერის რას ფიქრობენ ციუგომბორის მთები. აი ამ სიმღერის დაწერის ისტორიას. ეს არის ბერდია ჭინჭარაულის ტექსტი. ძალიან ბევრმა არ იცის როგორ დაიწერა და როდის დაიწერა. მთელი საქართველოს მღერის მილიონობით ნახვა აქვს ამ სიმღერას ბატონო ვაჟა. დღეს გიგლა პირველად გაახმოვანებს როგორ დაწერა ბერდია ჭინჭარაულმა და ვისთვის და რისთვის ეს ლექსი. აი ბერდიას ძმისშვილი შესანიშნავი შემოქმედი ჩვენი მეგობარი გიგლა ჭინჭარაული პირველად მოყვება ამ ისტორიას როგორ შეიქმნა აი ამ სიმღერის ტექსტი რას ფიქრობენ ციუგომბორის თები დიახ კი ჩვენ ვაჩვენებთ აი ახლა ამ სურათებს ვაჩვენებთ ტელემაყურებელი ნახავს და როგორ შეიქმნა მოყევი ეს ისტორია მე ესალმები ჩვენს მაყურებელს ბატონო ვაჟა დიდი მადლობა მოწყვეტ შესანიშნავი პოეტი გიგლა ჭინჭარაული ჩვენი კარის მეზობლად ოჯახი ცხოვრობდა და იმ ბიჭს ყავდა ერთი შეყვარებული გოგო ივრის ხეობაში მერე ცოლათაც შეირთო და შესანიშნავი ქალოჯებიც გაზარდეს თვითონ კი დრო წავიდნენ ცოლ-ქმარი რატომღაც ბერდიასთვის უთხოვია ამ კაცს რომ შეყვარებულს უნდა მიუტანო რამე ლექსი დამიწერა სიყვარულზეო ხო და აი როგორც გადმოცემით ვიცი მე ბერდიამ ეს ლექსი დაუწერა რას ფიქრობენ ციუგომბორის თემი უფრო რაღაც სასიმღერო ტიპის ლექსია რაღაცნაირად ალბათ მიუტანდა და მე ოჯახიც შეიქმნა რა ვიცი ხო ჩვენი ამ ლექსმა ოჯახი შექმნა შეიძლება ასეც ესე იგი როგორი დადებითი ენერგეტიკის მატარებელი ლექსი იყო რომ კიდე ერთი ქართული ოჯახი შექმნა შეუძლო დაბადებას ამ ლექსს მღეროდნენ ჩემს ბავშვობაში მე ის ხალხი გარდაიცვალა და ახლა ისე ვიღაცამ შემოიტანა მოდაში და ბევრი მღერის ახლა თუმცა სტროვის ბოლომდე არ მღერიან უფრო დიდი ლექსია და ასეციან ალბათ ხო არ წაიკითხავთ ამ ლექსს ხო რომ კიდე ერთხელ სრული ტექსტი ჩვენმა ტელემაყურებელმა ქართული ტელემაყურებელმა გაიგოს ეს უნიკალური შედევრი ლექსისა რომელზეც ესეთი ულამაზესი სიმღერაა შექმნილი და ჩვენ ნინი ბანცურის შესრულებით გადაცემის ბოლოს მოგასმენებთ ამ სიმღერას. კი ბატონო. რას ფიქრობენ? ლეილა მოთხოვია გასათხოვეთ. რას ფიქრობენ ციუგომბორის მთები გადაშლილი როგორც დილის ვარდი რაიციან ვიციტრფობით ვკვდები რაიციან სიყვარულის დარდი ავიბინდნენ შეიმოსონ მწვანით გადაშალონ მოტრფიალე გული ამის აიზიდნენ უებარი ტანით გაინაზნენ როგორც ოქროს ფული მე შორიდან დაგინახე გუშინ აი დღეს ახლოდანაც გხედავ წავალ დედას უჩურჩულებ ყურში რა კარგუა ქალავნახე დედავ თის ფერდობზე მიჰყვებოდა ძროხას 15 დღის მთარესავით სრული თის მწვერვალებს უგზავნი და ყოცნა სიყვარულით ანთებული გულით მე ის რაკი ყვავილებში ვნახე ყვავილივით მოვიპარო მინდა არ შემრისხავს მისი ბადრის სახე მისი გული ცალალია წმინდა თის მწვერებზე შენთან ერთად მევლო ღამდებოდეს თენდებოდეს თეთრად ოწუთებო სათხად სანატრელო ერთი ყოცნა მომეპაროს ესხად თის მწვერებმა შესვან სადღეგრძელო იმღეროდეს ყვავილების გუნდი იმღეროდეს მთელი მთა და მდელო წითლდებოდეს ცისნაპირი ლურჯი გარიჟრაზე გექნებოდა დილით სატრფიალოდ გავეღილი მკერდი თუ ნამდვილად გაიხსნება ღილი ბროლის მკერდზე ლექსებს და გაწერდი რაღაც უცდი სიყვარულსა გული გაუხსენი რაურდულით კეტავ წავალ დედას უჩურჩულებ ყურში მწყემსი გოგო შემიყვარდა დედავ რა ლექსია ესე იგი პირველად მოვისმინე ესეთი შედარება 15 დღის მთვარესავით სრული გოგო შემიყვარდა აუ ბრავო აი რა არის ბაჯაღლო აი ესეთი ბუნებრივი ხორკლიანი პოეზია რომ შეგძრავს და შეგაჟრიალებს არა თან ამას ერთ ღამეში დაუწერდა იმ მეგობას ბიჭმა რომელმაც თხოვა რომ გოგო შემიყვარდა და იმას უნდა მიუტანო ეს ლექსიო დიახ ბერდია ჭინჭარაული შემოქმედებით ხომ იყო მაგრამ მე ვფიქრობ სულიერად უფრო დიდი პოეტი იყო ეს კაცი შინაგანი სამყარო და თვითონ ცხოვრების სტილიც კი
ისეთი ჰქონდა ხშირად პოეტებს, რომ ახასიათებს. ნადირობა ყველა პოეტს უყვარს მონიტო. ნადირობა ეს უბადლო მონადირე იყო. 13 წლის ამოკლა პირველად ნადირი და მას შემდეგ თოფი არ გაუვდია ხელიდან. სხვათა შორის, როგორც ხშირად პოეტების ხასიათს ემართებათ ხელისუფლებასთან, მასაც მოუვიდა შეჯახება და ტყეში იყო კაცი გავარდნილი 7 თუ 6 წელიწადი სახში ვერ მოდიოდა, ტყე დადიოდა. აბრაგი დავარქვათ კიდაც ჩვენთან ყაჩაღს ვეძახოდნენ, კაცი არ მოუკლია, არავინ გაუძარცოს და მაინცაც ეძახიან ასეთ ადამიანებს. გაქცეული იყო, ახლა ფანქარს და ქაღალცი ქვინ მიუტანდა და ხევსური და თათუთაშხია ყოფილა მაშინ. ფანქარს და ქაღალცი არავინ მიუტანდა და წიფლის მერქანი კარგად იწერს საერთოდ ლექსებს დანიშნებით, ლამაზად იწერება და მთელი სიცოცხლეს 300-400 წელი თუ ცოცხლობს ეს ლექსიც რჩება მასზე. ეს ჩვენი დღეებიც ავსე იყო ვერდიას ლექსებით. რა საოცარ ამესყვებით კიდლა. დავდიოდი მე მაშინ რა ვიცოდი თუ დღეები ასე განადგურდებოდა და ზოგი თვითონ წაიქცა. სხვათა შორის ერთი მეტყევე წერდა ვიღაცა მეცნიერი რომ წიფელი 100 წელი ცოცხლობს, 100 კი არ ცოცხლობს, ძალიან დიდხანს კაი 300 და მეტი ცოცხლობს. ვაჟა-ფშაველა რომ 20 წლის იყო იმ პერიოდში დაწერილი წარწერა ვნახე ერთხელ ჩვენთან ხეზე წიფელზე. თავს ვაჟას არ ექნება შემთხვევით ხმელი წიფელი დაწერილი, ესე იგი იცოდა მაგალითად. ეს გვარდა სახელი და მსახური გვარდა სახელი 1891 წელი აწერილი მაქვს. სამწუხაროდ რამდენიმე წლის წინ ხანძარი გააჩინეს აზერებმა, ხანძილზე იყვნენ ჩამოსულები ყარაჯარიდან და დაიწვა ის დღე და რომილედის ხეც დამწვარი დამრჩა, გული დამწყდა, რომ გადაღება მინდოდა შერი ტელეფონი. მოკლედ სავსე იყო ეს ხეები, ლექსები და რაც ზოგიერთი დამამახსოვრდა კიდეც ბავშვობაში საკითხული, ახლა აღარ შეხვდებით ლექსებს, არის. გახსოვს კიდე რო თქვა რომელი? კი, მაგალითად თახევსურეთის კლდეები ბევრჯერ ვინატრე აქითა ჭიუხში ჩამოღამება ცეცხლის დანთება ჩრაქვითა ნადირის ჩამოტყავება გაძღომა იმის მწვადითა ან ასეთი კიდევ ზოგნის მე წითელო ვინოსა ხელა და წამოხარესა ტრაბახობს ბეჭთან ნაჯდომით ან გადახედავს ქალებსა ნეტავ რომელსთან დავწვევი ძლივაც მიერის ღამესა კლდეღრეში კუნძაის შვილი ბნელაში აავლებს თვალებსა იყო კიდევ ასეთი მიწურულია 2 წელი მესამე წელიც ხდებისა დამდევენ კომუნისტები მკრავებში სისხლი მშრებისა მტერს მტრულად მეკიდებიან დედავაცხონენ გლებისა აი ასეთი ლექსები ეწერა დედავაცხონენ გლებისა ერთ სტრიხს მოვყვები ასეთი შემთხვევა ქონდა ერთხელ სანადიროთ ვიყავით ბიძას ბავშვობიდან დავყავდი სანადიროთ 1-30 კილომეტრი არეალი ალბათ მოვიარეთ ვერაფერი მოვინადირეთ მაინც მალე მოგვივიდა სახლისკენ წამოსვლა და იქ სოფელს სამხრეთის მხრიდან ერთი მაღალი ტყიანი მთა გადმოჰყურებს იქ პატარა კლდე არის საიდანაც ხელის გულივით ჩანს ეს სოფელი ხავსზე ვისხედით და უცებ თოფი მომაწოდა ცოტა ხანი აქ დამელოდეო მოხუცმა კაცმა წამოვიდა და შეაგვიანდა მივხვდი რომ სახლში წავიდა რაღაცაზე 1-2 კილომეტრში ჰქონდა ციცაბო დაღმართი მე აღმართი უნდა მოხვიდე ისე მოვიდა და ნაჯახი მოიტანა სახლიდან თვითონვე ავიდა იმ წიფლის ხეზე რომელიცაც ერთი ტოტი უშნოდ ჰქონდა გამოშვერილი და რამდენიმე სახლს ფარავდა იმ სოფელში არ ჩანდა კარგად მთელი სოფელი ავიდა ის ტოტი მოაჭრა და დავსხელი და მე უფრო მეტი დასატკბობი იყო იმ სოფლის ყურება და აი ესეთი სიყვარული საოცარი რამე მოყევი და როგორ უნდა გიყვარდესო დაღლილი კაცი მთელი დღის ნადირობიდან დაბრუნებული წახვიდე ცული მოიტანა რომ მე კიდე დამავიწყდება და აქედან წესიერთები დავინახავი ბავშვობის ადგილებს და სოფელში 38 წელში ჩამოსახლდნენ ხევსურეთიდან ბაბაჩემის ოჯახი მამა ჩემი ციქარის დავადებული ბერდიაც სხვა დაძმებიც ლექსებს რა თქმა უნდა ბავშვობიდან წერდა მე-5 კლასიდან გამოიყვანეს მშობლებმა როგორც ლეილა მაგნიშნა ფრიადოსანი კი იყო მაგრამ ქაღალდი რომ ისწავლოს ქალაქში გაგვექცევაო და საქმეს მიღა გაუკეთებდა და გამოიყვანეს ბავშვი ვეღარ გააგრძელა სწავლა თორე ერთი ნიჭიერი კაცი ნამდვილად დაკარგა ქვეყანა ამ მხრივ უფრო პოეტს ცოდნაც უნდა გააჩნდეს შესაბამისი და სპეციალური ისინი მარტო ნიჭით თრატკომს ვერ გავა
უამრავი რამე გვაქვს მოსაყოლი, რა ვიცი, რომელი ერთი მოვყვეთ. ლექსებს წერდა, მაგრამ მაშინ კომუნისტების დროს კი უბეჭდავდნენ აი სხვადასხვა გამოცემებში, მაგრამ საკუთარი წიგნის გამოცემა რთული იყო, ძნელი იყო და ახლა მით უმეტეს უფულობით ვერც მამუკა ახერხებს, მამუკაც მისი ბიჭი ლექსებს წერს, მაგრამ ვერც გიგლა ახერხებს, ვერც მე ვახერხებ ჯერჯერობით. მოვახერხებთ, რა ვიცი. ვერც შეგეწიოს შეხლა. ოჯახი 5 ქალვაჟი ყავს ბერდიას, ერთი ბიჭი გარდაიცვალა, მამუკა ცოცხალი ყავს, მართლაც საოცრად კეთილშობილების განსახიერება ეს ბიჭი. სხვა რა ვთქვათ, რა გითხრათ. ერთმა გოგომ ასპირანტურას დაამთავრა სკოლა, ოქროს მედლებზე დაამთავრეს გოგოებმა. მე ზოგი გათხოვდა მასწავლა გააგრძელა, ძალიან ნიჭიერები არიან, უმცროსი გოგოც ლექსებს წერდა თავის დროზე ახალგაზრდობაში, არ ვიცი ახლა იქნებ წერს კიდევ. ჩემი საზრით ისე გამოსაცემია ესეთი პოეტების ლექსები, რომელიც საქართველოში ესე მიკარგულები არიან ხალხური პოეზიის მართლა შედევრები, თვითნაბადი ოქროები. მე მახსოვს ბატონმა ვახუშტი კოტეტიშვილმა ცხონებულმა შეკრიბა და ესეთი სხვათაშორის ჩემი რედაქტორობით გამოვიდა კლდის ფხაზე თეთრო ყვავილო, ესეთი კრებული. აი ესეთი კრებულები უნდა გამოდიოდეს და კულტურის სამინისტრო უნდა აქცევდეს ყურადღებას. ახლა ძალიან კარგია ეს კონცერტები და ტაშფანდურები, რაც რაიონებიდან რაიონში ხდება, მაგრამ და ამ მომღერლებს კეთილი შურით უყურებ. რა დააშავეს პოეტებმა? რა დააშავა ზოგადად მწერლობამ, რომ აი ესეთი მიკარგული ტალანტების შემოქმედების გამომზევრება არ ხდება ამ პატარა ქვეყანაში. და ეხლა რაც წაიკითხა ბერდია ჭინჭარაულის პოეზია, მართლა მაღალი პოეზია, ეს არ არის ესეთი უბრალო ხელწამოსაგრა. ბევრი ძალიან ნიჭიერი სტრიქონია გაფანტული ბერდიას ლექსებში. ვინც სოფელში ცხოვრობს, ახლა იმათ საქონელთან აქვს შეხება და საქმე ბავშვობიდან ყველა მიცის. მაგალითად ძროხები, სადაც ენას ვერ ისვამენ, საკუთარ ენას ბეწვი ენით ილაგებენ და მეორე ძროხა მიდის და კისერზე ან თავზე ის გაუჩერდება და ეს თვალებს ულოკავს, სახეს ულოკავს. ალბათ ესეთი შემთხვევაც ნანახი ქონა ბერდიას ხარირემს ფურირემი რო ულოკავდა თვალებს და არის ასეთი სტრიქონები მის ლექსებში. რა ლამაზი ხარ, რა კარგი ფური ხარ შეუგნებოდა, შავ თვალებს ენით ულოკდა იმისი ტურფიტნებოდა. მე მონადირემ როგორ მოკლა, ახლა თავის თავზე ბევრი რამ ქონდა გადატანდა. ერთხელ გითხე შელს თოფს რო ესვრი, მაშინ ბევრი იყო, ახლა აღარ ესვრი, ან ყველას ეწოდება. არ გეწოდება მეთქი ვკითხე და ცოტა დაფიქრდა და მითხრა, რომ ნუ გამექცევაო, მითხრა. დამაკოცნილოსო თვალებიო, ხელს შევახებო, მოვეფერებიო და აღარ გესვი წავიდესო მე. რო გამირბის იმიტომ ეს რომ რაღაც ის არის ახასიათო ისაც აქ მომენტი. ძალის და მონადირის ლეგენდა გამახსენდა რატომღაც რა. მონადირიც ძლიერი იყო პოეტიც და რა ვიცი, ბუნება უყვარდა სასწაულად. რამდენი წლის გარდაიცვალა ბერდია ჭინჭარაული? 2013-ში გარდაიცვალა და 29-ში იყო დაბადებული, როგორც მახსოვს. 80 და მოხუცებული გარდაცვალა 8 წელით. მეც მააცხონოს ბერდია ჭინჭარაული, მაგრამ ეხლა მე მინდა გიგლა ჭინჭარაულს თქო თავისი ლექსები წაიკითხოს, აი ამათი გენეტიკა, ეს პოეტური გენეტიკა ხო გაიგითხა ხო? რამე ჩემი ლექსები წამოღებული. მე წიგნი არ წამომიღია, დღეს უფრო ბერდიაზე მინდოდა საუბარი. კი ბატონო, ისაუბრე, მაგრამ ერთი შენი ლექსიც მინდა, რომ
მე გულისწორად შეგრაცხე შენ კი მათხოვრად ჩამთვალე მე დღე და ღამე უკნესდი მოწმენდილ ღამეს მაგთვალებს შენზე ტკივილით ხუნძრავდი სტრიქონებს ოქროს თავთავებს გულს მცემდი როგორც ცელისფრის ხარჯე და ვერ გამათავე წუხილის წარღვნა მიმლეკავს შენ ახარ მისი სათავე ნეტავი ამ ჩემს ცხოვრებას სულ სხვები რატომ მართავე მე უთაებრივად მიყვარდი ვით წამეყვანე ცოლა და ოცნებით მზისკენ მიმყავდი ვერ გცანი გამამყოლა და ფიქრიც მზარავდა იმაზე სიწმინდე შემომელახა ეგ კდემა და ეგ სინაზე მხეცურ ალერსში მენახა სხვა დატკბეს შენი წყალობით ვინც სათუთობის მტერია სხვა გაძღეს შენი ქალობით მე გიოცნებებ ფერიად მეზე ციურად გსახავდი გფიქრობდი ცათასწორა და ცას როგორ შემოვლახავდი ვით წამეყვანე ცოლა და რა მაგარი ლექსია მაგრამ ცოტა ნუჩქარო ისე წაიკითხე კაცო არის მასლა ხერის კითხვა საკუთარი მართლა წერა ისიც გეზარებ ისევ მოვტყუდი არ მიკვირს ეგ არის კაცთა წესიცა ეხლა ღალატის ჯობია ვიდრე ჯერ შემოგეფიცა ერთი არ მყოფნის ტკივილად უნდა მიგსართო ერთიცა ჯანდაბას წადი ავიტან ოღონდ გვეფაროს ერთიცა შენ სირფიქრს მამულს მოახმარ ცეცხლიც მისი ვარ ფერფლიცა ბრალი შენ თორემ მე კი რა სიყვარულიც მწამს ღმერთიცა ბრავო საოცარი პოეზია რა ჯერ რითმას დააკვირდი ერთიცა არწივის ბუდეში ვზივარ არ ვახამხამებ თვალებსა შორეთს გავცქერი გულჯავრით თან ვეფერები მთაველსა ვეღარას ვშელი ჭანგებით აჭრიან თითო მტყაველსა სამშობლო ჩემი გულღვიძლი მიირთვეს მოიხმარესა გამიჩანაგეს ყოველი ფერი უცვალეს არესა საქმეს ვერ შველის კალამი ხმარი თუ არ ვინგალესა თურმე ცხოვრება მოითხოვს ზოგჯერ ბართლომეს ღამესა ბრავო და მრეურში რა გაკაბარა ლექსები აქ ბერდიას ხონდა წავიკითხოთ მაშინ კიდე ბერდიას ლექსი წაიკითხა და მეორე ლექსი ის არის მე რომ წავიკითხა და ტელეფონში მაქვს სხვა ლექსები კი ბატონო ლეილა შენ წაიკითხვა ჯობია ლეილამ წაიკითხოს ჯობია მოხსენ ამიმას და არ აქვს და ისე ესა არ გამოვტოვოთ კიდე რომ ყრუ გიორგიზეც მინდა რომ ერთი ორი სიტყვა ვისაუბროთ მე ესე ბერდიაზე და შენ ლექსი რომელიმე მოამზადე კიდე არ აქვს ძალიან უყვარდა არაგვი ცოტა ხანს დადეგ არაგვო არახარ დგომას ჩვეული სად გეჩქარება რადახარ თეთრ ქაფად გადაქცეული კვნესით მოდიხარ გზაზე და როგორც სახადით სნეული სადა მაქვს გასაჩერები თუდი გზები მაქვს წეული ღრანტე კლდე სიპიფრია ლოქვები წინ წამოწეული ჩანჩქერებს დავეკიდები წინწკლებად გადაქცეული ზღვაში რად უნდა ჩახყარო ბორბალოს გულის წვეთები როცა წყურვილით კვდებიან მინდვრები და ნათესები უწყლობისაგან ხმებიან მრავალი ხისა ფესვები ჯიხვი დაგეძებს დაჭრილი სისხლით კლდეების მღებარი ცოდვა ზღვაში თანთქავენ ტალღები კლდეზე მჩქეფარი იქ ძირზე ქვიშა გეგება აკი სიპების ზეწარი ვიცი 10 ზღვაში დასდგები გულფიცხი და უდეგარი ზღვა დაგიხვდება ნადგომი როდესაც ჩახვალ ბარადა ცაში აგიყვანს ღრუბელი დაიძვრის საწვიმარა და წულია ქალს რომ აყარი თან გაგიყოლებს ძალა და 9 მთაც რომ გადაგატაროს არ გადაიქცე ქალა და თორე გიჟი ხარ ჯიუტი ვისრად უნდი ხარ ძალა და შენზე სხვას ნურას იტყვიან ისევე გედოს ბრალადა სამშობლოს მიუძღვნა სიმღერა ლამაზ სამშობლოს ვუმღერი ვარდიან ყვავილიანსა ვარძე ბულბულის გალობას ვერხვის ფოთლების შრიალსა ბუნების კაბის სიჭრელეს ყვავილებს ხავერდიანსა ცივ გომბორის მთებს ვუმღერი ნისლებს ბის ცრემლებიანსა ალერსის თვალით შეუყურებ ვერ მამჩნევს გულით ტრფიალსა გაღიმებული დახურებს კახეთს ველს ბარაკიანსა ქართველ გლეხს წელში გამართულს დედას თეთრ მანდილიანსა ქართული ყურძნის სიმწიფეს მინძვრის დედოფლის შრიალსა კახური ღვინის ჩამოსხმას დაცრილი ჯიხვის ტრიალსა აღზრდელ პარტიას ვუმღერით ბრძენსა და სამართლიანსა მშვიდობის დროშას ვუმღეროთ იმის თამამად ფრიალსა აი მაგ პარტიისთვის არასოდეს არ უმღერია ბერდიას და ეგ ჩემი დანაშაულია
მე უთხარი წიგნს ისე არ გამოგიცემენ თუ პარტიაზე რაღაცა ან რევოლუციაზე ოქტომბრის რევოლუციაზე არაფერი იქნება და ჩასვიო შევიყვანე კაცი შეცდომაში თორე პარტიაზე არასოდეს წერდა და არც 1973 წელია არც ლენინზე და არც ოქტომბრის რევოლუციაზე მაგრამ ჩემი ბრალ მაგრამ არც გამოუწეს წიგნი ხო ხედავ ერთხელ მისული პოეტებს უმღერი დიახ ვიზასთან და რაღაც ლექსები მინდოდა არ მახსოვს ხოდეტიშვილის ცუნამიმეცა თუ ვინმე სხვისთვის ხო და ისე მომეჩვენა ერთი ლექსი თითქოს დამთავრებული განცდას არ ტოვებდა რა და უთხარი ამას 1-4 სტრიქონი მიამატე მეთქი ხო და სადაც ვიღაცას ვხედავ ვერც მე წერიქ თუ სუნთქვა მესმის მარტო კაუნდა ვიყო უცებ გავიდა მეორე ოთახში 2 წუთი არ გასულა და შემოვიდა მიმატებული ქონდა უკვე ეს სტროფი მე გთხოვ მოშორდი ტყეებსა დააგდეთ სული ფხიანი კაცმა თუ ჭამა დაუწყო მთარე ყოფა კლდიანი კლდიანი დაწერა განატყიანი ან სხვა რამე რომ ის კლდე ხო უფრო ძნელი საჭმელია და ის რაღაც თავისებური ისა ჰქონდა ის სხვა რაღაცა სიტყოდა ხოლმე სხვა რო ყოფილიყო შეიძლება საოცარი ხალხსახია ჩვენიერი აჰანელი თუ იმას ეს წიგნი მომეცი გიგლა ეს წიგნი დავიკითხავ შეგე სახუმარო აქვს დავიკითხო კი საინტერესო იქნება ესე იგი სხვადასხვა ჟანრია პატრიოტული სატრიალო ფილოსოფიური და აგერ აი მარტო ხელა მთაში რუსებთან სახუმარო ლექსი მაღალ კურორტზე ვისვენებ გომბორის მთებზე მავალი რუსის ქალს რასამ დავს წაწლდი არც შინვარ წამომავალი რუსულად მოგწერთ ლექსებსაც რუსია ქვეყნად მრავალი რუსულად უნდა იმღერდეს ის ჩემი შთამომავალი გამიგო ციგნის მკითხავმა შეუჭმევავის წამალი სამნია რუსის ქალები მე მარტოკა ვარ დამრჩალი ერთი მძვინ წამამაშველა კოჭლიყოს თუნდაც ცალთვალი სწორად ვერ საით გამოვალთ ერთ მამაკაცის სამქალი ერთია ჩემი სტანისა ორია ჩემზე მაღალი მე აწკი ვუფაფხურდები რო უბოლო მამალი შევსთრით გამოსთრით ერთ ხუთსადგას ერთი აყალმაყალი მე აქ აღარას ვისვენებ კაცი ვარ დამდნარ დამბრძვალი ფეხებზე მკიდავ კურორტი მე ასეთი წაწალი Asta sabidos calculs ნებლად იყო. ხო. არაშენაში კულოზე. მე გამორჩა. გადარჩა. ელა հասათოლი აქვს წაიკითხა. ვეულში რა ლექსები არის მაგრამ ესეც დასალაგებელია ეს. კი ბატონო. კარგი ლექსია ეს ბაჟავინ ვინ დადგა ქვეყნიერება სიტურფით გასაკვირითა სულ ყველა სწორად იფიქრა დაუღალავის ტვინითა თები დახატა ყვავილით ჭალა ტყეებით ხშირითა ვინ გაასწორა მინდვრები გათალაშალა შინითა ვინ ააშენა ჭიუხი ცაში აწვდილი ცხვირითა რომელ კალატოს აგებდა ვინ შეადუღნა კირითა ზღვად დააგუბა მდინარე ჩაუწდო მელის ძირითა ვინ სათაუთ კარგია როგორი ფილოსოფიური სიღრმეები რა და კაც არა ქონდა სკოლაც დამთავრებული კლასთან გამოიყენეს აი რა არის ნიჭი ბუნებრივი და ამ ზეპირად ამბობდა ლექსებს და იმახსოვრებდა ხალხი და ისევ ცელდებოდა მერე წიგნებში ისეთიც შემხვდა რომ პაპას დაწერილი ლექსი სხვისი გვარსახელი აწერია წიგნში ისევ არ აქვს მოგეწონება სათმობაშა გაგიჟებულ ხარ არაგვო დინარეო ქაფად ქცეულო თების ქორწილში დამთვალო მაყრების გამოქცეულო ღულის ჭალაში ნახტომო ქვაკლდეზე გადამტრეულო ჭიუხის ცრემლო მდუღარეო წინწყლებად გადმობნეულო უკან დაბრუნდი სადმი ხვალ სულელო გადარეულო მოგენატრება ჩანჩქერი კლდეების კოცნას ჩვეულო ძესავით აკაფებულო მაღალ ჩანჩქერზე მქუხარო კლდიდან კლდეებზე ტომელო დეკაში ნაჩუხჩუხარო წერვალთა სუფრის ღვინოხარ სიფთა ქვევრებში მდუღარო ძილს უფთხობ ტურფა ბუნებას ვიწრო ხევებში მჭექარო ხევსურთა ტაშის სამრეკლო იმათ ომების მქებარო ლომივით ფაფარაშლილო ვისებძვი დაუდეგარო შენ ვერ გაშინებს კლდეები ხმალა მოწვდილო მხედარო კართანას დამოქრები ხარ თვალვაშკაცივით მკვეხარო რა ლექსებია მართლა საოცარი როგორ შეიძლება რომ
აი ცალკე წიგნად არ ყოფილიყო გამოცემული ბერდიაჩი ჯარაულის პოეზია. ხა რახაც სახეებია, ნუ ხო აი აქ ის არის დასამუშავებელი მანკონონი. მთების ქორწილში დამთვალო არაგვის სახე შეხედე რა მთების ეს ქორწილში და გაბრიელ ჯავუშანუს ეძღვნება ეს ლექსი. ალბათ უყვარდა გაბრიელი, ან ვის არ უყვარდა გაბრიელ ჯავუშანუს გაუტეხელი პოეტი და უძლიერესი, ერთ-ერთი უძლიერესი და გაბრიელ ჯავუშანუს გალაქტიონი თვლიდა თავის ტოლსტორად. ძალიან ძლიერი, ძალიან. ატირდა მთელი არხოტი სალის კლდის გალავანითა, გრძნობას კარგავენ ჭიუხნი გულს იბრუნებენ წყალითა, ქვითინებს ბერი მყინვარი გულგახრეტილი მშვალითა, იგრიხებიან თიჭები თავგაწეწილი ნიქარითა, მთები გაშავდნენ ნადგომნი აღარ ირთვიან მწვანითა. გულშემოყრილი პირიმზე კანკალებს მთელი ტანითა, ჭიუხის შავნი ქვიშანი კიდევ გაჩვენა თვალითა, ობოლი ჯიხის ციკანი გულს რომ გიწვავდა ბრალითა, მიუხვედ მამა პაპათა წელს შემორტმული ხმალითა, ვაჟამ თუ კითხა ღიმილით გახსნილი შუბლი ჯვარითა, ხელხანჯრიანი სად მიხვალ ვინ მოგერევა ძალითა, თავპირს იმტვრევენ თაკლდენი ცეცხლს იკიდებენ ყვესითა, არხოტის თავზე დგებიან რაღაც მხედრული წესითა, ტანზე ადნებათ ჯავშანი ცხემლი ჩამოზდით ჩქეფითა, კლდეზე ტირიან არწივნი ჩამოშებულის ფრთებითა, საკბილოს აღარ ეძებენ, აღარცას ხედვენ ხედვითა, ქარაფზე დადგნენ ჯიხვები დაჟანგებული სქებითა, კლდის ფხაზე უნდა ჩამოდნენ ტალხორცითა და ძლევითა. რა საოცარი სახეები აქვს და რა საოცარი მეტაფორები რა. პირველად აი მე ქართულ პოეზიაში არ შემხვედრი არც ხალხურში ხელხანჯლიანი სად მიხვალ, აი ნახე როგორი სახეა რა. ბუმბერას ფერებს ხატავს რა, ვისაც ახლა პოეტური სმენა აქვს ალბათ ხედავს რა, როგორ ძალიან დიდი პოეტი ყოფილა. და რა სამწუხაროა რომ აი ახლა ხო არსებობს იგივე საგარეჯოში რაღაცა ხელმძღვანელობა, იგივე თქვათ კულტურის სამინისტრო საქართველოს, აი ესეთი ბაჯაღლო, ბუნებრივი, ხალხური, თვითნაბადი პოეზია აუცილებლად უნდა იქნას გამოცემული. იმიტოა ეს სიმღერაც ესეთი პოპულარული რას ფიქრობენ ცივგომბორის მთები, რომ ნამდვილ პოეზიასთან აქვს შეხება. ნამდვილ პოეტურ აზროვნებასთან აქვს შეხება და იმიტოა ეს ლამაზი ესეთი ლამაზი და მომხიბლავი სიმღერაც. ლექსები შესულია ქართული ხალხური პოეზიის მე-12 ტომში 61 წლიდან 64 წლამდე ბატონმა გიორგი ლეონიძემ მამა გაგზავნა ფოლკლორულ ექსპედიციაში ვაჟა ივრის ხეობის დუშეთის რაიონის თიანეთის საგარეჯოს. მასალა 30% მამას შეგროვებული მასალა აქვს შეტანილი. ჩვენი ივრის ხეობის და აქ არის ბერდიას ლექსებით შეტანილი. ეს მამას გაკეთებულის ფსიკეთე ბერდიასთვის რომ გვიყვარდა და ამ ორ კრებულში მე შევიტანე მისი ლექსები. ესე იგი მამის დაწყებული კეთილი საქმე, ძვირფასი ეროვნული საქმე მისმა შვილმა ქალბატონმა ლეილამ გააგრძელა. შემთხვევით არ ვაკებდი ქალბატონ ლეილას, ის არა მარტო პედაგოგი, არამედ დიდი მამული შვილია და დიდი საქმეების, დიდი ეროვნული საქმეების მოთავე და ორგანიზატორი. მე ახლა არ მინდა გადაცემა ჩვენ ისე დავასრულოთ, რომ ლეილა აჩემაშვილი როგორც ყრუ გიორგის შთამომავალმა არ წარმოაჩინოს ამ დიდი ქართველი მოლექსის ყრუ გიორგის რამდენიმე შემოქმედებითი პიკი და მწვერვალი. ყრუ გიორგი დაიბადა 1850 წელს ბატონო ვაჟა, გარდაიცვალა 1934-ში, თავისი 84 წლიანი ცხოვრება ასე ლექსში და ტკბილ ცხოვრებაში გაატარა, ავის საქმე არ უქნია, ყველა სიყვარულით იხსენიებს დღემდეც და ის ქართული კაფიების, ფშაური კაფიების ოსტატიც არ არის, მას ჰქვია დიდ ოსტატი, ფშაური კაფიების დიდ ოსტატი. ეხლა ეს რასაც მე ვამზადებ, ეს ვრცელი გამოვა ეს წიგნი, ძნელი სამუშაოა, ძალიან დიდი სამუშაოა, მაგრამ მალე გავალ ბოლოში. ჩემი ძმა თანხას გაიღებს, ზვიადი გვაფინანსებს, ეგ პრობლემა არ არის, ნეტავე მალე მოვასწრო წიგნი, პრობლემა არ არის. მეცმა გაუმარჯოს ზვიადს, კაი კაცია. ხო და ერთ ლექს წავიკითხავ ახლა, ან კი ბატონო.
ყრუ გიორგის ჰყავდა დასაქორწინებელი ორი ვაჟი, უფროსი ვაჟი ახმეტაში ცხოვრობდა, დავითი, ის მალე გარდაიცვალა საწყალი და ივანე და მიხეილი, ეს ორი ვაჟი და სამი ქალი. ეს ბებოჩემი და ორი და ბიჭების დანიშვნა უნდოდა და ჩოხელაშვილებში გაიკითხა და ერთი კარგი გოგო ურჩიეს. და წავიდა სანახავად ყრუ გიორგი. და რა მოხდა იცით? ამ გოგო დაიმორცხვა, შუაკაცად წაიყვანა პავლე ბოძაშვილი, თავისი მეგობარი და ამ გოგომ დაიმორცხვა, საღამოს ამათთან არ გამოჩნდა და ამათ რომ დაიძინეს, ეხლა მთაში თიდან როგორ წამოვიდოდნენ ბატონო ვაჟი ესენი ღამე და ნადირის საშიშროება და ქვეყანა, იქ დარჩნენ. თან იქეიფეს, თან დარჩნენ იქ და ამ ყრუ გიორგის არ დაეძინა თურმე და უყურებს ამ გოგოს საწყალს ეგონა სტუმრებმა დაიძინესო და შიო და თურმე და ეს ცივი ხინკლები აუღია. ნაკვეჩხალზე გაუხუხია და ჩუმად უჭამი აღამე, ეს დაინახა ყრუ გიორგიმ. ქალს ავთხოვ ღვთისუნიათა კარზე ვიჯე ჩაჩუნთვილი, გამომიჩნდა მინანაი ქალის სახელია, ქალი, ცალთვალი აქვს ჩაჭუხვილი, უკვე ღვთისუნა გამახვა ფუტკარივით აბუზვილი, წამორიშხნა დედუნაი, ყრუ გიორგის რასუცინი, სულის სარჩო გამითავე შენგანავა დაღუპვილი, თომას უნდა ქალი ვთხოვო რა ჩოხელნი რა გუდინი, გულით გამამიკლეს რვა გუდა მაგ 9 ხურჯინი, მერძლად არ გამომადგება დედუნაის გაწურთნილი, ბატარუნან თვალანი ჰქონ, ყროლად არის გატუჩვილი. ეხლა პავლემ უთხრა, ნარჩომ ხინკალს არ გაუშვებს ცეცხლში უყვას გახუხვილი, ერთ ნიგზურ პაპას წაუსვა წვენებ და გატუსვილი. და რაგი ყრუ გიორგიმ გაიგო ეს მოგუზალი პაპასთვისაც მოუწყია ამ ქალს და შეეშინდა და ამბობს ყრუ გიორგი მაგან არცა გამამაგდოს ჩამოურბოდე დაკუნკვილი შარახებში გამოგიჩნდე მელასავით გაწუწვილიო და წამოვიდა მეორე დღეს აღარ ითხოვა ის ქალი წამოვიდა ხო ძალიან კარგი ძლები შეხვდა მერე სოფიო და ბაბალე ყრუ გიორგის კარგი საძლოები და ძლები მოიყვანა და ესეთის გამოალექსა და მეზობლის ძლებზე წინაყენებს თავის ძლებს. იორამის ძლებ ვერ ასჯობ ჩემ სოფიო ბაბალეთა ერთმა საჩოხე მოგსოვა მეორე თავს აჯარებსა ერთ ჩოხას მემაპირებენ ერთ ფაფანაკს ჩარგალელსა თუნდა კი გადმავხედნოდით რო გავმართავ საჯარესა მაეხვევა ჯეილები როგორც ფუტკარსა თვალესა განა თქვენ ჯაგლაკს საიყვანან მაგ ყროლსა და საზარელსა რამ სიდიდო დაგვივალის გავსი მინდის საზარესა მეზობლის ძალი ყოფილა ძალიან სქელი განიერი და გავსი მინდის საზარესა მიედევნა ერთი ხახირა იყო უძილაური ფშავში და ყრუ გიორგი ყოფილა ქორწილში და ახლა მოგეხსენებათ ბატონო ყრუ გიორგი ქორწილში რომ გამოჩნდებოდა მთელი ხალხი მისკენ მიდიოდა და უსმენდა და ესიყვარულებოდა ამ კაცს და მოეშალა ეთყობა ნერვები ამ ხახილა უძილაურს და უთხრა ბეჭავ კაცი ხარ გიორგი დაათრევ ერთას ცხენასაო ვერ გამოცვალე ცხენი ყრუ გიორგი მიქვე უპასუხა შენ მამზემ შენ თუ ჯოგი ყავ თანხვა წაიყვან ყველასა ორნი ქორწილში მოსულვათ შენაც აქ მოხვალ მენაცა მე უფრო კარგად დამიხვდნენ ჩემ თავურჩევნა ყველასაო რაინა მოსწრებული ძალიან ლუის ისრაფით ხდება ამ სიმღერა მოფიქრებს და წლაპჩებოდა კახეთში დრო კიდე გვასვატანო ერთ ლექსსაც კი ბატონო ერთი ლექსი წავიკითხოთ და კახეთში უფროსი შვილი წინა მეუღლეს პირველ მეუღლესთან ეყოლა დავითი ყრუ გიორგის მალე დაქვრივდა გარდაეცვალა პირველი მეუღლე და დავითი იყო თინა გელიაშვილი რა თქმა უნდა გახსოვთ თქვენ ომამდე ნორჩილენელის რედაქტორი და ომის შემდეგ მეორე პერიოდის ნორჩილენელის რედაქტორი ძალიან ბევრი ქართველი მწერალი მისი გაზრდილია თავად ბატონი ვახუშტიც მადლიერი იყო მუდამ თინა გელიაშვილის დავითის შვილი იყო ანუ ყრუ გიორგის შვილიშვილი და დავითი ჩასახლდა ახმედაში ასე მოიძებნა მართლა კარგია და მამამ შვილს კარგად შვილმა დაუბარა მამას კახეთს ჩამოდი გიორგი იმას მიბარებს შვილები ლახატოთ
რა დავიყრები, რა მაქვს გასაჭირები. აქ რა მაკლავის, რა მიშავ, ქერებ კარგ მიდგა სვილები, ხენკლიან ხონჩა წინ მიდგა არაყით სავსე მინები, რომელსაც ბუნება მომთხოვს მე იმას დავეღირები, ასორასობით დამიდის ყოჩებ რქა დაგრეხილები, რა ჩოდრებს შემამაკლდება მოდის ხლეპურა შვილები, გავაბამ ოროლ სამსამსა ზედკარზე მამაქვთივები, სასმელად მაქვის მთის წყარო კრანტე ბარუნდა მილები, თქვენი ახმეტა კი დავწვი მანდაურ კაკლის გრილები, თუ კახებს ასუქებს, წვიებ რა და აქვს წვრილები, ციების დაჭგულებია სიცხისგან ჩახრუკვილები. აწავალ ახმეტაშიო. ასეთი ძვირფასი პაპა მყავდა. საოცარია რა. ხომ წაიკითხავდი კიდე ერთ ლექსს. ერდიოს ლექსი. სათვალეს მოგცემი. თუ მინდა. და ნელ-ნელა ჩვენი გადაცემაც სრულდება და აი ჩემი წიგნიც გამოვიდა და წიგნიც მინდა ვაჩვენო ჩვენს ტელემაყურებელს. ჩემი წიგნი გამოვიდა, რომელსაც ქვია ბაზილიკები, ანუ ლოცვა ლექსებით 111 ლექსია, მცირე რჩეული დავარქვი. გილოცავ სულითა და გულით ბატონო. გაიხარეთ. ერთ ლეილას ჩუქნი, ერთ გიგლას და ერთ ჩვენს მიწაწყალს და მეგობარს თინა კობაურს შესანიშნავ ქალბატონს, რომელიც სტუდიამდე ვერ მოვეყარეთ, ვერც მე, ვერც ქალბატონმა ლეილამ, ვერც გიგლა ჭინჭარაულმა. ჩემი სამშობლო ლამაზი გამხარებელი თვალისა, ნაძვი კლდეს დაკიდებული როგორც საყურებალისა, გიხდება მძივით მორთული ტანზე პერანგი შალისა, გულს ცეცხლად მოკიდებული რფიალი თუშის ქალისა, გულის საკლავი სიცილი რწევა წერწები ტანისა, ან ხმალი ვიყო პირბასი მარჯვედ გამჭრელი ძვალისა, ან თოფი მეტად მართალი კვესზე გამკრავი ტალისა, თეთრ ქაფად ჩამომდინარი ცრემლი კლდეების სალისა, არაგვის შხებთა წანწინწალი ფშავ ხევსურეთის წყალისა, სალი კლდე ვიყო უგრძნობი დანატრებული მწვანისა, ვიდგე სამშობლოს მიწაზე ვით შუქით შირაღდანისა. ბრავო. ბერდია ჭინჭარაულის. ბრავო. ბერდია ჭინჭარაულის შესანიშნავი ლექსი მოვისმინეთ კიდევ ერთხელ. ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა. ჩემი ძვირფასი სტუმრები იყვნენ, მართლაც საოცარი ხელოვანები და საოცარი მოღვაწეები ჩვენი გომბორიდან, ქალბატონი ლეილა არჩემაშვილი და გიგლა ჭინჭარაული. მე ვაჟა ოთარაშვილი, მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, მაგრამ სწორედ დაიჭაშნიკად გიტოვებთ ამ ულამაზეს სიმღერას ბერდია ჭინჭარაულის ლექსზე შექმნილს, რას ფიქრობენ ციმ გომბორის მთები, რომელსაც ნინი ფანცური ასრულებს. ნახვამდის, კარგად წანდებოდეთ ჩემო ქართველები. ნახვამდის. Chula